მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო. ვაგრძელებთ ჩვენს საუბრებს ციკლიდან ქრისტიანობა და თანამედროვეობა და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ესეთ თემაზე, რომელიც ერთობ მნიშვნელოვანია იმ ციკლში, რომელსაც ჩვენ ბოლო პერიოდი მივყვებით. ხო დაბრუნება რომ დავარქვით პირობითად. ეს არის თემა, რომელიც ძალიან აქტუალურია თანამედროვეობაში. ყველაზე უფრო მეტი პრობლემა, როგორც წესი, დღევანდელ საზოგადოებაში მოყვება რას? მოყვება იმას, თუ რამდენად გვესმის, რამდენად სწორად გვესმის ჩვენ რამდენიმე არსებითი საკითხი ადამიანთან დაკავშირებით. იმიტომ რომ თუ ლაპარაკია დაბრუნებაზე, ვინ ბრუნდება? ადამიანი. და სადღაც ბრუნდებოდეს ადამიანი. და აი სწორედ აი ამის გარკვევა ეხება ძალიან მნიშვნელოვანი. და რატომ? ანუ ვინ არის ადამიანი? რა არსება ადამიანი? ამაზე უშუალოდ ბევრი თქმულა, თავისთავად ცხადია, ორ მნიშვნელოვან ასპექტს უნდა შევეხოთ ჩვენ. ეს არის ადამიანის როგორც თავისუფლად მნებებელი არსების განსაზღვრება და ეს არის დრო, როდიდან არის ადამიანი. მოიხსენებათ, ვისაც გახსოვთ ჩვენი წინა გადაცემებიდან ჩვენ მივყვებით ერთგვარად შეიძლება დავარქვათ ლიტურგიულ პრინციპს, ხო? დიდი მარხვის თანმიმდევრობისა. და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი არის, რომელიც როგორც წესი დიდი მარხვაში ხდება ხოლმე ლიტურგიული პერიოდი, ეს უკვე უძრავი დღესასწაულია, მოძრავებთან მიმართ როგორ არის ხოლმე გააჩნია, ამას კალენდარი განსაზღვრავს და ეხლა ნახოთ რა. საქმე ის არის, რომ დღესასწაული ყოველწლიურად ღვთისმშობლის ხარებისა გამოირჩევა ერთი საინტერესო დეტალით. ყველაფერი სხვა კარგავს აზრს და ფასს მაშინ, როდესაც თავისუფალი ნება, მისი გამოვლინება ან არ გამოვლინება უნდა გაცხადდეს. რას გულისხმობთ ახლა ამაში? მოიხსენებათ, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ღმერთი არ არის მოძალადე და ყველაზე უფრო მეტად მისი ყოვლის შემძლეობა შეზავებული არ მოძალადეობასთან მინდება, სადღაც ღმერთს ძალუძს თავად თვითონ რაღაც აღარ მოიმოქმედოს. არასწორი ფორმულირებით შეგვიძლია თქვა, თავის თავს აუკრძალოს რაღაცა. მას შეუძლია ყოვლის შემძლე, იმდენად შემძლებელია, რომ მას ძალუძს საკუთარ თავს აუკრძალოს რამე. რას გულისხმობთ ამაში? ღმერთი არასდროს არ არღოს ადამიანის თავისუფლების სივრცეს. ყოველთვის ცდილობს, უკარნახოს, უბიძგოს, მიანიშნოს, დაეხმაროს, მიიყვანოს, მაგრამ ის არ არღოს ადამიანის თავისუფლების სივრცეს. თავისუფალების სივრცეს. და აი ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომ იყო, რომ არ მოხდა განკაცება მანამდე, სანამ ის მოხდა, ერთ-ერთი პასუხი სწორედ ეს გახლავთ. ღმერთი ელოდა დედის დაბადებას. როდის იშვებოდა ის ადამიანი, ვინც აბსოლუტურად თავისუფალ სიტუაციაში, თავისუფალი ნების პრიმატის პირობებში თავისუფლად განაცხადებდა მზაობას, აღსრულებული იყო მასზე ყველაფერი, რაც უფალს ჰქონდა განჩინებული. ეს იმდენად მნიშვნელოვანი მომენტია, როგორც ვთქვათ, რომ თავად კაცობრიობის გამოხსნა ადამიანის თავისუფალი ნების გარეშე არ გამოდის. და აი ყოველწლიურად ღვთისმშობელი ავლენს თავისუფალ ნებას და ხდება ის, რასაც ზოგიერთი ადამიანები არ ითვალისწინებენ. მით უმეტეს, რომ სხვადასხვა რელიგიურ ტრადიციაში სურათი სხვანაირი გვაქვს და ათეისტურმა ცნობიერებამ საერთოდაც გადაუსვა ხაზი ყველაფერს, რას გულისხმობთ. საქმე ეხება იმას, როდიდან არის ადამიანი. რელიგიური თვალსაზრისით ადამიანი, გახსოვთ თქვენ ქრისტიანული ბიბლიური ანთროპოლოგია რომ ავიღოთ, სხეული, სული, ორის ერთობა, წარმავალი ხრწნადი ფიზიკური ბუნება, წარუვალი მარადიული სულიერი ბუნება, აი ამ ორის იდეალური სინთეზი პიროვნებაში გაცხადებული არის, მაგრამ როდიდან არის შეერთება სხეულისა
და სულის. მოდი დავიწყოთ ესეთი რამ. მუსლიმური ტრადიციით, თუნდაც ვთქვათ, მოდი ესეთი მაგალითი მოვიტანოთ, ხო? დაუშვათ ქალი დაქვრივდა. როდიდან შეიძლება რომ ქალი გათხოვილიყო? დათქმული იყო როგორც წესი 4 თვე. 120 დღეზე იყო ლაპარაკი. პირველ რიგში ეს არ კვევდა იმას, ეს ქალი ორსულად ხომ არ იყო წინა ქორწინებიდან. ამიტომაც როგორც წესი მუსლიმი თეოლოგები არც თუ იშვიათად დამობენ, რომ პირველი 4 თვის განმავლობაში შეიძლება ადამიანი არც არის. შეიძლება სწორედ მე-4 თვეში ეძლევა მას სული, ანუ სხეული ვითარდებაო და აი მე-4 თვისთვის მას ეძლევა სული. ჩვენთვის ცნობილია იუდაური ტრადიცია, რომელიც ამბობს, რომ სადღაც მე-40 დღისთვის ეძლევა ადამიანს სული, აი ემბრიონს, რომელიც მუცელშია. შესაბამისად, დაახლოებით იგივეს ამბობს ეს ბუდისტური ტრადიციაც, შესაბამისად, აი ამ ტიპის რელიგიური ცნობიერების მატარებლებისთვის, იმ ხალხისთვის, ვინც მიიჩნევს, რომ ემბრიონალური განვითარების გარკვეულ ეტაპზე ის არსება ჯერ კიდევ არ არის ადამიანი, შეიძლება პრობლემად არც ჩანდეს ის განსაკუთრებული უბედურება, რომელიც ბევრგან არის, ჩვენს ქვეყანაშიც არის, მოიხსენება თავის დროზე საბჭოთა კავშირი მოწინავე იყო აბორტებში, საბჭოთა კავშირში საქართველოს ერთ-ერთი მოწინავე იყო ამ მხრივ. და გასაგები ხდება. თუ ხალხი არ თulis ამას მკვლელობად, მათთვის ამის ჩადენა ბევრად უფრო ადვილი ხდება. მაგრამ თუ ადამიანმა თავისი ცნობიერებიდან, რელიგიური ცნობიერებიდან, თავისი რწმენიდან გამომდინარე იცის, რომ ეს არის მკვლელობა, მაშინ რა ხდება? და აი, საინტერესო რამ არის, სწორედ ხარების დღესასწაული ჩვენ გვაწვდის პასუხს იმაზე, თუ როგორ ხედავს ქრისტიანული ცნობიერება ამას, როგორ ხედავდა ყოველთვის ტრადიციული ქრისტიანობა იმას, თუ როდიდან არის ადამიანი. ჩასახვა მაცხოვრისა ხდება მაშინ, როდესაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი თავისუფალი ნებით განაცხადებს, რომ სად არის, რომ მას ეყოს ყველაფერი ის, დაემართოს ყველაფერი ის, რაც ღმერთმა აუწყა მთავარანგელოზ გაბრიელის პირით. როდის ხდება ეს? საეკლესიო კალენდრით 25 მარტს, რომელიც დღევანდელი საერო კალენდრით ჯერ კიდევ 7 აპრილზე მოდის და კიდევ დაახლოებით საუკუნის 3-4 დღე ასე გაგრძელდება, შემდეგ გადაიწევს, გაიზრდება ცნობილება ამ კალენდარს შორის. და აი დღევანდელი დღიდან იგულისხმება ხარების დღესასწაული. 9 თვეს თუ გადავთვლით, ზუსტადაც მივალთ იმ დღემდე, რომელსაც საეკლესიო კალენდარში 25 დეკემბერი, ანუ საერო კალენდარში 7 იანვარი უწევს. ზუსტად 9 თვის თავზე იბადება მაცხოვარი. ანუ ეკლესია არ სვამს კითხვას, როდიდან არის ემბრიონი ადამიანი. ჩაისახება და მას და ქრისტემ მართლმადიდებლური დოგმატიკის საფუძველზე თუ ნახავთ ამ სურათს, მიიღო ადამიანური ბუნება, ხორციც, გონიერი სულიც. და საკუთარ ჰიპოსტაზში შეკრიბა ეს ყველაფერი. ადამიანია ჩასახვის პირველ წამიდან. აი ამიტომ არის განსაკუთრებულად ზემო, როდესაც ქრისტიანულ საზოგადოებაში, ну თუნდაც ნომინალურად ქრისტიანულ საზოგადოებაში, რომელშიც ჩვენ დღეს ვცხოვრობთ, აი ასეთი სამწუხაროდ კლავ ვერსანუ გეშოსურათი გვაქვს ჩულების მოცლად მოწყვეტის სტატისტიკასთან დაკავშირებით. ეს ძალიან გულწრფელი რამ გახლავთ. ძალიან მძიმე რამ გახლავთ. და უნდა თქვამია, აღორძინდით, გამრავლდით და აავსეთ ქვეყანა. და ჩვენ ინტენსიურად ვცდილობთ, რომ არ გავმრავლდეთ, არ ავავსოთ ეს ქვეყანა.
და მე გვიკვირს რატომ არის რომ სხვები ვინც მრავლდებიან და ზოგმა მილიარდ ნახევარს გადააჭრება, ზოგმა მიაღწია მილიარდ ნახევარს, ზოგი მიუტვის მილიარდისკენ, რომ აი ისინი იკავებენ ჩვენს მიწას. უი თუკი ჩვენ მართლმადიდებლები არ ვიცავთ უფლის კურთხევას, თურმე ისინი იცავენ. ადრე თქვი ჩვენ გახსოვთ ერთი 19 საუკუნის მართლმადიდებელი წმინდანი ამბობდა, რა უცნაური არისო, ჩინელებიო ერთ მცნებას იცავენო, პატივიცი მამას და დედასო. მოგხსენება ჩინურ კულტურაში განსაკუთრებულია მშობლის კულტი. მით უმეტეს მიცვალებული მშობლების მიმართ მსახურება და თაყვანისცემა. აიო, თუმცაო დამახინჯებულოდო, მაგრამ ერთ მცნებას როგორ იცავენო, პატივიცი მამას და დედას, რომ კეთილი გიყოს შენ და ვეგრძელი იყო შენ. და უფალი როგორ ამრავლებს ამერსო. ჩვენ როგორც ჩანს ამ ერთი მცნების მიმართ რაღაც ძალიან პრობლემური გვაქვს. და ბუნებრივია რომ ძნელია ალბათ არც არის ლოგიკური რომ ვინმე ელოდებოდეს რომ საზოგადოებაში რომელშიც მშობლები შვილების სიცოცხლეს ჯერ არ დაბადებული მშვილების ყველაზე დაუცველი, ყველაზე უმწეო. მით უმეტეს დედაზე მაქსიმალურად დამოკიდებულ, ხომ მის გარეთ მას არსებობა არ შეუძლია. ეს ის არ არის, რომ ხო აი ბავშვი ქუჩაში აღდია, ვიღაცა აიყვანს, ვიღაცა ჩააცვამს თბილ ქურთუქს, ვიღაცა მისცემს ერთულუფა წვნიანს და გართება და გადარჩება, არა, ეს ბავშვი აბსოლუტურად დამოკიდებულია. ამ ქალის გარეშე საერთოდ ვერ არსებობს. და მის გახდება გამეტება. ბუნებრივია აი აქ ირღვევა ადეკვატური აღქმა მშობლის და შვილის ურთიერთობისა და შესაბამისად მშობლების მიმართ პატივისცემაც ზიანდება, შვილების მიმართ დამოკიდებულებაც დაზიანებულია. მოკლედ ცუდი რაღაც ხდება. მაგრამ აი სწორედ ამიტომ, როდესაც აი ესეთი მძიმე ვითარება, ამიტომ იძენს განსაკუთრებულ წონას, ფასს ნუგეშის ძალას ხარების დღესასწაული. თავისუფალი ნებით მიღებული გადაწყვეტილება. მაცხოვნებელია სიცოცხლე დაწყებული ჩასახვით. წმინდა და ამ ორის შეერთება აუცილებლად გამოიწვევს ადეკვატურ მართლმადიდებელ საზოგადოებაში აი იმ ცხოვრების წესს, რომელიც უფრო ახლოს იქნება მაცხოვნებელ ფორმატთან ვიდრე სხვა. შესაბამისად, შეიძლება ძალიან ბევრი რამ ითქვას ხარების დღესასწაულზე, ლიტურგიული თვალსაზრისით, დოგმატიკის თვალსაზრისით, სხვადასხვა კუთხით, აი კულტუროლოგიურად ჩვენს კონტექსტში მართლმადიდებლობის, ქრისტიანობის და თანამედროვეობის ერთმანეთთან შეხვედრის შრეში. აი ძალიან მნიშვნელოვანი ეს არის. ადამიანი აგებს პასუხს იმაზე, თავისუფალი ნებით სხვას ანიჭებს სიცოცხლეს თუ ართმევს სიცოცხლეს. ადამიანი საკუთარი ნებით წყვეტს ღვთის გადაწყვეტილებას. აღასრულოს ღვთის კურთხევა, აღორძინდით, გამრავლდით და აავსეთ ქვეყანა, თუ ღებულობს გადაწყვეტილებას, დაუპირისპირდეს ამას. და ყოველწლინა ღვთისმშობელი ჩვენ გვაძლევს ნუგერს, იმედს, მაგალითს იმისა, თუ როგორ უნდა იყოს ადამიანის არჩევანი, რომელია სწორი არჩევანი, თავისთავად ცხადიც რომ არ იყოს, რომ ადამიანის სიცოცხლის მინიჭება სწორია და წართმევა არასწორია, ხო? აი ამიტომ ხარების დღესასწაული ამ თვალსაზრისითაც არის გამორჩეული თვითფასი და ნამდვილად სასიხარულო. კეთილი. ფიქრობთ, რომ ამჯერად ამ თემასთან დაკავშირებით საკმარისია რას თქვით? თუ რაიმე გამოგჩა, თუ რა არასწორად თქვით, გაგვიხარდება, თუ თქვენს მოსაზრებებს კომენტარების ველში მიუთითებთ. ჩვენ შევეცდებით უფრო გამართულად და უფრო უკეთ ვისაუბროთ ხოლმე შემდეგში. ამჯერად გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.